აი ხა პირველად ვიტყვი ეს ეთერში და თქვენთან ერთად რომ არ ubაძავ მომაზმაო არა ეს რა ქართულია ეს რა მანჭოა ეს რა გრეხვა ჩვენც არ ვიცოდით ნორმალურად რა უნდა გავეკეთებინა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ეს ყველაფერი შენ სამყაროში ხარ სადღაც გადაკარგული და ხა ვიტყვი სიმართლეს არავინ არ იცის ჯერ აქამდე ქონია ესეთი მომენტი რომ გავალ რაც ეგვიდა თქვენ უყურებთ ჯაბაასის მორიგ ეპიზოდს მე გიორგი სარალეძე ვარ და ჩვენი სტუმარია უმაგრესი ადამიანი ლევან ჯილანძე რომელიც მოსთან ერთად ასწავლის ზრდის თაობებს, ბავშვებს და ასევე არის დენს ბათლის გამარჯვებული. პირველი ქართული დენს ბათლის. რომელიც ძალიან საინტერესოა, სხვა შორის ამ კონკურსის შესახებ ბევრმა არ იცის. არ გულისხმობ მოცეკვავებს, ხა მოცეკვავებმა თითქმის ყველამ იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა მასშტაბური ვერ იყო ეს ამბავი. ესე გამოვიდა. მოდი ჯერ მიესალმე შენს აუდიტორიას, თავისუფლად იგრძენი, ფორმატი გვაქვს თავისუფალი, არანაირი რაღაცა კითხვა-პასუხის რეჟიმი და ინტერვიუ არ არის და მინდა რომ შენც მოერგო და გათავისუფლო. კი ბატონო, ჩემო ძმაო, პირველ რიგში მოგესალმები შენ. კიდევ ერთხელ გეტყვი ძალიან დიდ მადლობას იმ ყველაფრისთვის, რა მაგარ საქმესაც აკეთებს შენ და შენი მაგარი ჯგუფი ძმაო. მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ ჩვენს ქართულ ხელოვნებას ესე ლამაზად აცნობთ საზოგადოებას. აქედან კიდე თბილი მოკითხვა ყველას, ვინც მიცნობს, ვინც არ მიცნობს. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. თქვენი სიყვარულით რო იცოდეთ, ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ ცხოვრებაში. რაც შეეხება ილეთი ბათლი. ილეთი ბათლი დაიწყო სადღაც 3-2 წლის უკან. და ეს ყველაფერი რო გავიგე, დღევანდელი დღესავით მახსოვს სიმართლე გითხრა, სახში ვიჯექი, დედა სტუმრად იყო ჩემთან ჩამოსული და უცებ სკროლავდი. ხო, სკროლავდი და აი ამ პროცესში შემხვდა უცებ რეკლამა და ვიფიქრე, აბა ხო არ მივიღო მონაწილეობა, ხო არ ვცადო. თან სიმართლე გითხრა, ისეთი პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების, რომ რაღაცებზე უკვე სერიოზულად ფიქრობდი, რომ აი ხო არ დავნებდე, ხო არ გავჩერდე, რაღაცა ეს პერიოდები მქონდა და აი ზუსტად იმ მომენტში გამოჩნდა ეს ყველაფერი. ამ ფორმატს რაც იყო ილეთი ბათლი, რომ მიეღო უფრო მასშტაბური სახე მე ძალიან მოხარული ვიქნებოდი, იმიტომ რომ მაყურებელს აცნობდა თითოეულ მოცეკვავეს, ისე როგორც რეალურად თვითონ იყო. იქ არ იყო, რომ აი სიტყვაზე შენ დამდგარიყავი და რაღაცა დადგმული გეცეკვა. კი, რა თქმა უნდა, პირველი რაუნდი იყო ისე, რომ შენ გინდოდა ის უნდა გეცეკვა. მოამზადეთ თქვენ თვითონ. ეს რაღაცა სიმღერა მოვჭერით, გავამზადეთ და აი ეს რაღაცები ვიცეკვეთ, მაგრამ უკვე შემდეგ რაუნდებში ჩვენც არ ვიცოდით ნორმალურად რა უნდა გავეკეთებინა, რამდენი როა, ამიტომ იქ რაღაცა ისეთიც მოხდა, რომ ბიჭები რო შედიოდნენ ხოლმე 2 რის მაგივრად 4 როა 6 როა იცეკვეს და უკვე ენერგია აღარ ქონდათ რომ მეორე მესამე ცეკვისთვის მომზადებულიყვნენ. ნუ კარგი იყო ერთი სიტყვით რო ვთქვა, არ ველოდი. არა, პროექტი უდაოდ. ხო. ჯერ იდეაც ძალიან კარგი იყო, პროექტი რო გაკეთდა ამ სფეროში, ხა თან შენ მოკლედ თვითონ დამიკავშირდა ლევანი ეგრევე პირველივე პოდკასტის მერე და აი ძალიან კარგ საქმეს აკეთებო, ბრავო, რაღაცაო გამომხდენო და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხა, იმიტომ რომ საშუალო თვითონ არ ეგონა თუ მეწოდინებოდა. ხო, არ ველოდი, სიმართლე გითხრა, რომ ბევრმა არ იცოდა როგორც შენ აღნიშნე ეს ილეთი. ძალიან ცუდია, უნდა იცოდეს რა, ესეთი პროექტები როცა ხდება და ვიღაცა სადღაც გამოჩნდა, წარმატებას მიაღწია ამ სფეროში. აი მაგას ვემსახურებით ზუსტად, რომ ეგეთი მოცეკვავეები თუ მომღერლები თუ კარგი ადამიანები, საქმის მაკეთებელი, ხელოვანი ხალხი გამოჩნდეს და ხალხმა გაიცნოს და ნახოს. გაიხარეთ. მასშტაბებს ნელ-ნელა ავკრიფავთ. მაგის შიში არა მაქვს, დარწმუნებულიც ვარ ამაში და პროექტი უდაოდ მაგარია. კი. თუმცა რაღაცები აკლდა აშკარად რა. რაღაცები აკლდა. მეორე სეზონიც რამოდენიმე წლის მერე ჩატარდა, როგორც მახსოვს. მანდაც ვიყავი, მანდაც შევხედე ბიჭებს და ზუსტად იგივე ემოცია დამიტოვა, რომ საჭირო იყო ეს ყველაფერი. რომ ახალი სახეები მიეღო ქართულ ცეკვას, ქართულ ხელოვნებას. ის ბიჭები მე თავისებურად აცნობდნენ თავიანთ შინაგან სამყაროს. მან კონკურსი როგორ ჩატარდა, ანუ როგორ მოხდი საერთოდ მან? რეგისტრაცია იყო გასავლელი, სადაც მე უკვე ვაგდებდით ფოტოებს, ვიდეოებს. ეს ინტერნეტში ნახე თუ უბრალოდ სოციალურ ქსელში, Facebook-ზე სკროლვის დროს შემოხდა, შევედი, დავრეგისტრირდი ჩვეულებრივად და რამოდენიმე დღეში მე უკვე პასუხის სახით მომივიდა, რომ თქვენ აყვანილი ხართ და მიიღებთ მონაწილეობას აქ და. ვიდეო გაუგზავნე ალბათ რაღაც რეზიუმეს აუჩიოს. სხვადასხვა ვიდეოები მომთხოვეს, სიტყვაზე თუ ტრიუკაჩი იყავი, ტრიუკის ვიდეო, ტეხილი რაღაცა აჭარული. და ამის მიხედვით აგვარჩიეს, მე დაგვიბარეს, გავისაუბრეთ, რანაირად ინტერვიუ ჩავწერეთ და მე უკვე შედგა ეს პროექტი. მართლა შედგა და მინდოდა რომ გაგრძელებულიყო, მაგრამ ეხა როგორც ვიცი, სამწუხაროდ აღარ გრძელდება ეს პროექტი. ესე გავიგე.
და ძალიან გული დამწყდა სიმართლე რო ვთქვათ. შეგვიძლია გავაკეთოთ. რატომაც არა. აი ეგეთი პროექტები როგორც მაგალითად ქართულ ცეკვას არ აქვს. არ აქვს. არ აქვს, ბევრი რამე არ აქვს და აი ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, აი არ იცი როგორი გადატენილები ვართ. მე და ჩემი თიმი აქედან რომ ბევრი რამის გაკეთება გვინდა, აი უბრალოდ აი ნელ-ნელა, ხო იცი, მიზანმიმართული ეტაპობრივი ნაბიჯები, თავარია ეგ რომ არ გავჩერდეთ, არ დავნებდეთ და აი უკვე როცა გარკვეული თანხების სპონსორები დაინტერესება იქნება, რაღაცა იქნება, აი რა ვიცი. თავისთავად ყველაფერი ნელ-ნელა შენდება, ხო იცი? ესე უცებ არაფერი არ ვარ, ჯობია იწვალო ბევრი იმ რაღაცისთვის, ვიდრე ესე ერთბაშად მოვიდეს შენთან. აი საფუძველი სამზადისში ვართ ეხა რომ აი ფუნდამენტი ჩავყაროთ. კი ბატონო და ღმერთი აუცილებლად ხელს მოგიმართავთ ბიჭებო. სხვათა შორის ჩემ ჩაცმულობაზე იზრუნვა ფაფანაკმა, გეცოდნება ფაფანაკი. თავისთავად, ჩემი მეგობრები. ხო. თქვენს თუ გინდათ რომ ესე მსგავსი სტილი, სახალუხი, ყაბალახი და ასე შემდეგ შეარჩიოთ ქართული სამოს, კი ძალიან ბევრი რაღაცა აქვს. შესაძენადან ქირაობითაც დაუკავშირდით ფაფანაკს და თქვენ შეიმოსეთ ქართულად. ძალიან ლამაზი რაღაცეები აქვს სხვათა შორის და ახლო მომავალში დაოჯახებას ვაპირებ და ზუსტად მანდ უნდა მივიდე ჩემს ახლო მეგობრებთან, სადაც ვიცი რომ უმაღლესი ხარისხის არის ყველაფერი. კი. და მადლობა ასევე ქორეოგრაფთა კავშირს, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფრის გადაღებაში და მოწყობაში სივრცით. ძალიან დიდი მადლობა მათ. კაი, ეხლა მე მაინტერესებს თქვენი ცეკვის სტილი, რომელიც არის განსხვავებული. პირდაპირ გეტყვი. განსხვავებული ცეკვა, განსხვავებულია, ორიგინალურია და აი უნდა მომიყვეს რა ხაზია საერთოდ, საიდან არის, აი მოდი ეს ყველაფერი გამიშალე. სიმართლე გითხრა, მაგაზე ვფიქრობდი, აი უეჭველი მკითხავს ამ რაღაცას თქო რა. მაგრამ არ დაუფიქრებულ ვარ პასუხზე, უბრალოდ გამიელვა რა თავში. ხო და მოდი ახლა ესე გულახდილად გეტყვი, რასაც მე ვგრძნობ მაგ ყველაფერში. ახალი, როგორც ჭყალებში ვეძახით, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ძველი არის ამავდროულად. ის, რასაც ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ახლა. პირველ რიგში მადლობა მუროს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო, შევკრა ერთი დიდი ოჯახი. მართლა როგორც ოჯახი ისე ვარ და ამის მადლიერი ვარ როგორც უფლის, ასევე მუროსი და ყველასი რა, ვინც ერთ ჯგუფში ვართ. იმიტომ რომ მართლა ძალიან თბილი გარემოა იმ ჯგუფში, სადაც ვართ. რაც შეეხება სტილს. სტილი არის პლასტიკა, ესე რომ ვთქვათ, თანამედროვე პლასტიკა, მაგრამ აუცილებლად ქართულ მოტივებზე. არ უცდებით ჩარჩოს, აუცილებლად უნდა ვიждდეთ ქართულში, მაგრამ თან ვცდილობთ იმ ჩარჩოდან ისე გავძროთ, რომ ის ქართული რაც არის სუფთა, ის არ დავკარგოთ. ყველაზე მეტად მაგას უფრთხილდებით. კი ამბობს ხალხი რომ აი ეს რა ქართულია, ეს რა მანჭოა, ეს რა გრეხვა, ეს კომენტარები არის. სიმართლე გითხრათ, ეს კომენტარები უფრო გვაძლიერებს და უფრო იმის мотиваციას გვაძლევს, რომ რაღაცა ზუსტად იქიდან ვიპოვოთ ისეთი, რომ აი იმასაც კი მოეწონოს, ვინც კი კრიტიკოსია. ზოგადად კრიტიკა კარგიც არის. თუ არ თუ არ იქნება ეს რაღაცა ანუ არც არაფერს არ აკეთებ და გინებას თუ არ გადავა თავისთავად. ხო, არა. გჩვევია, ეგეც გჩვევია სამწუხაროდ. რაც შეეხება ჩვენს მიმდევრობას არის კუთხური, ქართული, მაგალითი შემიძლია მოვიყვანოს შენალაზანო, ნაყეურის, ლელას და ჩვენებურების შესრულებით, რასაც პროგრამაში გვაქვს ჩვენ, არის ზუსტად ის კუთხური, მთის ისტორია, ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, ოღონ ვცდილობთ ახალი პლასტიკით შევავსოთ ის ძველი. რა გამოდის, როგორ გამოდის, ეს უკვე მაყურებელის გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ შევქნათ, მოგვეწონოს, მაგრამ თავარი მაინც ქართველი მაყურებელია ჩვენთვის, რომელმაც სიმართლე გითხრა, თბილად და ძალიან კარგადაც მიგვიღო. ვიყავით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ჩავატარეთ რაიონებში კონცერტები და მინდა აღვნიშნო, რომ ყველგან ძალიან დიდი სითბოთი დაგვხვდნენ, ძალიან დიდი სიყვარულით. კონცერტის შემდეგ უკვე ამოსული, აი ეგ იყო ყველაზე დიდი ემოცია, როდესაც გაინტერესებს, აბა რა მიიღო მაყურებელმა, შენი იმ ახალი რაღაცით. მიხვდა თუ არა შენ ისი თქმა გინდა, იმ შენი მოძრაობით. და როდესაც მაყურებელი უკვე ჩვენთან ამოდიოდა კულისებში, აი ხვდებოდი, რომ თუნმე ღირს რა ამ ყველაფრის კეთება, იმდენად ემოციებით ამოდიოდნენ ადამიანები, რომ მთელი ის რაცაც ვშვებით, აი მარტო იმ წამისთვის ღირს რა, აი იმ თვალებისთვის რო ამოდის და უბწყინავს თვალი და გეუბნება, რომ აი ვიგრძენი, აი ეს რამხელა რაღაცაა, რომ იგრძნოს ის, რასაც შენ სცენაზე აკეთებ შენში. მხოლოდ შენ გრძნობ გონია ამ ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად
თურმე მაყურებელიც გრძნობს და თან ისე გრძნობს, რომ შეიძლება შენზე უფრო კარგათაც იგრძნოს იმ მომენტში, შერისი გაკეთება და რისი თქმა გინდა იმ მომენტში მაყურებლისთვის. ხო, სტილი, ეს ყველაფერი. ეს მუროს შექმნილია. კი. ეს სტილი, თანამედროვე ვერსია. მუროს შექმნილია ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, ჩემო ძმაო. მურომ მოგცა ყველას ჩვენი მითითებები. შენ როგორ მოხვდი მუროსთან? მე მოვხვდი მუროსთან, ესეც ცალკე ისტორია, ძალიან გულზე რომ ხდება ესეთი ისტორია. დასავლეთში ვიყავი, ზუგდიდში, კონკრეტულად ზუგდიდელი ვარ, ჩემო ძმაო. იქ ვცეკვავდი სახელმწიფო ანსამბლში, გავიზარდე, ჩემი გამზრდელი პედაგოგები მინდა რომ ვახსენო აუცილებლად და აქედან ძალიან თბილად მოვიხსენო, ჩემი ლევანი ფიფია და სოფოშანავა. ადამიანებმა, რომელმაც ყველაფერი შემაყვარეს საერთოდ ამ სფეროს რაც კი შეეხება. რაც შეეხება, აქ საიდან მოხვდი, როგორ მოხვდი, ვიყავი ზუგდიდში და ეხა ყველა ბავშვის ოცნება სუხიშვილები, ერისიონი, დიდი ანსამბლები, შენ თუ გიყვარს ეს საქმე, აუცილებლად იქიდან მიდის შენი გონება, რომ სადღაც იქ სადაც უყურებ შენ გიდევს ეს ყველაფერი, იქ მოხვდე და იქ შეაბიჯო ფეხი. ბავშვობიდან უფრო პატარა როცა ვიყავი, უფრო ერისიონისკენ ვიყავი გადახრილი, მომწონდა მათი ის ქართული, რაც დღესაც აქვს შემონახული სუფთად. სუხიშვილები უკვე რომ წამოვიზარდე, გავხდი 8-9-10 წლის, უკვე თანამედროვე რაღაც სიახლეები რო შემოიტანეს, უკვე ის დამაინტერესა სიახლეებისკენ გადავედი. და როდესაც ამ სუხიშვილების ყურება დავიწყე, ჩემთვის რავი, ძალიან მაგარი ანსამბლის, რა თქმა უნდა, ეხა იქ ვიღაცას ამოირჩევ რა, მოცეკვავეს, რომელსაც შეეცდები რომ მიბაძო. სტილი აიღო მისი. სტილია მურო არ გამოარჩიო. ესეც იყო ჩემო ძმაო და მოკლედ ესე რომ ვთქვათ, მუროს უყურებდი, მის ვიდეოებზე ვიზრდებოდი ესე რომ ვთქვათ, მე დასავლეთში სუხიშვილებს კონცერტი მოუწიათ, იქ გავიცანი ესე პირადად, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ეს ყველაფერი და მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ იმ ყველაფრისთვის, რაც ეხა ამ მომენტში მაქვს. იქ გავიცანი, მე სოციალურ ქსელებში ვწერდით, მიმოუცვლა გქონდა, ვიდეოებს ვუგდებდი, ბავშვი ვიყავი და ეს ყველაფერი მიხარო და მოტივაციას მაძლევდა ის, რომ იქიდან რაღაცას მეტყოდა, რომ აისაუბრო. და მაინც ანუ უშუალოდ იღებდა ამ ყველაფერს შენგან და შემოდიოდა კომუნიკაციაში, ანუ რაღაცა ისე ქედმაღლობის და იმისის არ ქონდა. არა. მაგ ადამიანზე მაგ ყველაფერს ვერ ვიტყვით. ძალიან თავდაბალი, ნუ გეცოდინება რა შენ თვითონაც და აკაც გავიცნობთ მალე იმედი. აუცილებლად. ბევრს არ ვისაუბრებ მაგაზე და მოკლედ დასავლეთში ვიყავი დღევანდელი დღესავით მახსოვს, აი ეგ მომენტ ესეთი რაღაცები ყველაფერი დეტალურად მახსოვს ხოლმე. საძმაკაცოსთან ერთად ვიყავი, სახლში ვზივარ და უკვე ესეთი პერიოდია, რომ დასავლეთიდან წამოსვლა მინდა პროფესიონალურად გავაგზავნო ან აჭარაში, არსიანში მინდოდა, ეს ვფიქრობდი, ან უნდა წამოსულიყავი თბილისში, სუხიშვილებში ვფიქრობდი. თავიდან ვიფიქრე, რომ 1-2 წელი მოდი რა აჭარაში წავალ, უფრო სტილს ავიღებ, უფრო დავიხვეწები და მე უკვე წავალ თბილისში თქო. ეს ყველაფერი მუროს მივწერე, რომ მე ვთქვი მურო ესე ამას ვაპირებ, ესე მინდა, იქ დავიხვეწები, მე ჩამოვალ და შენთანაც მივაწვევი. თან ამავდროულად უკვე ნანახი მქონდა მუროს მოდერნის ჯგუფის ალაზანო, შენ ალაზანო, იცეკვე ცეკვავი ვარსკვლავებში, სულ პირველი ცეკვა იყო ის, სადაც გამოჩნდნენ. ეს ვიდეო ნანახი მქონდა და თან ინტერესი მქონდა, რომ იქ მოვხვედრილიყავი. და ეს რომ მივწერე ყველაფერი მუროს, აი ეხა წარმოიდგინე, რომ აი ზიხარ ბავში 14-15 წლის და უცებ ტელეფონზე ზარი შემოდის და დავხედე მურო გაგოშიძე. მე ვთქვი ძვაკაცებს, ეხა 1 წუთი მაცადეთ, მე უნდა გავიდე გარეთ, ხო და გამოვედი სახლიდან და ესე გარეთ ვლაპარაკობ, თან რიდი მაქვს ეხა ძალიან დიდი ბავშვობის კუმირი რა, ესე რომ ვთქვათ. როგორც ფეხბურთელებს ეხა ყვარა ყავს საამაყო ბიჭი, აი მასე ვამაყობდი რა, მეც ერთი სიტყვით და დამირეკა და მახსოვს დღევანდელი დღესავით ეს სიტყვები რაც მითხრა. შენ ჩემთან ერთად ცეკვა გინდაო? აი ეს რომ მითხრა, ხო ვაფშე ჟრუანტელმა მთლიანტანში დამიარა. მე ვთქვი, როგორ არა, ოცნებაა ჩემი, რომ შენთან ერთად დარბაზი გავინაწილო. უბრალოდ ვიდგე რა დარბაზში. ვივარჯიშო და შენც იქვე იყო რა სადმე. მაშინ მოემზადე, ჩაალაგე ბარგი და წამოდი შენ ჩემთან და დანარჩენი აქ მივხედოთ როგორ საჭიროა ისეო. და მადლობა ამ ძალიან მაგარ კაცს, რომ დღესდღეობით აქ ვარ, ამ საქმეს ესე მემსახურები უფლის წყალობით, არის ერთი სიტყვით ძალიან დიდი,
წილი მურუსი, მურო გაგუშიძესი, რომელმაც ძალიან დიდი мотиваცია მომცა ცხოვრების არაერთ ეტაპზე. აი ძალიან მნიშვნელოვანია, ხა როგორი აღტკინებითაც და ემოციურადაც ყვები წარმოიდგინე ერთ-ერთ, მოდი ესე ვთქვათ, რიგით მოცეკვავაზე, რომლისნაირიც ამ დღეს ბევრიც არის. გულისხმობ იმას, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო ანსამბლის, ერთ-ერთი სოლისტი. კი. ხო ხვდები, ანუ მაგრამ შენ გქონდა ამის ცოდნა, იცნობდი ვინ იყო, იცნობდი, მოგწონდა გიხარო, იმიტომ რომ სფერო გაინტერესებდა. ხო, თავისთავად. აი ხა კვარაცხელია რო ახსენე, კვარაცხელია ფეხბურთი გაინტერესებს თუ არა მაინც იცი. ხო. აი მიხდი სად არის ცუდი ამბავი რომ კი. ეს თან ფეხბურთი არ არის ჩვენი, ინგლისურია თუ სადაურიც არის. ხო. არის, კი ბატონო, ჩვენც კარგები ვართ, თამაშობთ, არა გვიშავს რა. მაგრამ ცეკვა ჩვენია. ჩვენია, ხო. ჩვენი სისხლი და ხორცი და კულტურა და ადათი და ტრადიცია ყველაფერია. რაც არავის არ აქვს ესეთი რაღაც. ხო, და შეიძლება მურო გაგუშიძე, კაი, ცნობილი სახელი და გვარია შეიძლება მეტნაკლებად რა, მაგრამ არიან კიდე ძალიან ბევრი მაგარი მოცეკვავეები, ძალიან ბევრი მაგარი სოლისტები, რომელიც საერთოდ ხალხმა არ იცის ვინ არიან რა. კი. ანუ ხედავ და არ იცი ვინ არის, წარმოდგენა არ გაქვს. არა და ამ დროს როგორი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც შენთვის. თუნდაც რამდენი ბავშვია, რომელსაც უნდა რომ ცეკვას მიუძღვნას თავის თავი და როგორი მნიშვნელოვანია ეს ხალხი და მოცეკვავებსაც მინდა მივმართო, ვისაც ესეთი ეგრე წოდებული სტარები ვინც არიან რა. რომ იყავით ეგეთი უშუალოები და როგორც მურო იყო ახლა შენთვის და мотиваტორიც და რა ვიცი ყველაფერი და როგორც დიდი წვლილი მიუძღვის მუროს ცხოვრებაში ეს უნდა აკეთოს მე მგონი ყველა. ორი რაღაც აღნიშნე რომ რაც არ უნდა მწვერვალები დავიბროთ. შენ უნდა იყოს შენი უმცროსი თაობისთვის სამაგალითო ადამიანი. აი ეგრე. შენ როგორც შენ სფეროში ისე ადამიანობაშიც მისთვის სამაგალითო უნდა იყო, მე ესე ვფიქრობ. და ეგ რა ვიცი ყოველთვის შევეცდები იმას რომ ჩვენს შემდეგ თაობას შევაყვარო პირველ რიგში ეს საქმე, ისე როგორც საჭიროა. დანარჩენი უკვე უფლისნება. და ვნახოთ რა როგორ იქნება. თან ისეთ სფეროში ხარ, აი ამ სფეროში თავში არ უნდა აგივარდეს რა, უნდა დარჩე იქ, უნდა გახსოვდეს რას ემსახურები და რას წარმოადგენ. ზოგადად სიმდაბლე კარგი რაღაცაა, მე ესე ვფიქრობ. უდაოდ. თუ რა თან ქრისტიანი ადამიანისთვის მით უმეტეს. ძალიან მორწმუნე ვარ, თუ ტრაბახში არ ჩამეთვალოთ, მაგრამ წამს, უფლის ძალიან წამს და ვფიქრობ, რომ თუ თავს დაიმდაბლებ, თავს ჩახრი და იშრომებ, ისე როგორც რეალურად იმსახურებ, რომ იშრომო, თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო. ესე დავждდეთ და მხოლოდ ვილოცოთ და ეს მომეცი რა. ესე ხო არაფერი არ გამო. რა თქმა უნდა. შენი მაქსიმალური უნდა გაიღო იმ ყველაფრისთვის, რაც გინდა რეალურად. თუ არ გაიღე, ისე თავისით არ მოვა და თავდაბლობა კიდე ერთ-ერთი საჭირო რაღაცა ამ სფეროში ძმაო. აუცილებლად. შენ თუ ბავშვს ზემოდან გადახედე და ეს მაგალითი მიეცი, იმ ბავშვს არასდროს არ შემოუტრიალდება გული შენსკენ და ყოველთვის შორიდან შემოგხედავს ისის პირიქით. და იმას აქთან უნდა დახვიდე რა შენს, მაგრამ თან უნდა იცოდეს პატივისცემა უფროს. ხო, ანუ ეგ ძალიან ცუდია, რომ ვიღაც ბავშვისთვის ხარ კუმირი, შემოგნატრის, აი გიყურებს, შენ ვიდეოებზეა სულ რაღაცა და ძლივს გნახა, რაღაც ახმა მოგაწვინა და შენ ცივი კედელი რო დაახვედრე, აი ძალიან იმას უყარხარ რა თბილია იმისთვის. მაგას უნდა ერთი თბილი სიტყვა რომ მე მთელი ცხოვრება შეეცვალოს. აი წამიერად შეეცვლება ძალიან ბევრი რაღაცა, მე ესე ვფიქრობ. და შენ გამოცდილებით იძახი ფაქტიურად. აი ჩემი გამოცდილებიდან ზუსტად რაც დავინახე, აი ეს პირველი შეხვედრა ეხლაც მახსოვს, პირველი ფოტოც ეხლაც მაქვს ტელეფონში, ეხლაც ვიცი სად გადავიღეთ, რა მეცვა, იმას როგორ ეცვა, ეს ყველაფერი გონებაში ისე რჩება, რომ მე სამომავლოდ ძალიან დიდ мотиваციას გაძლევს და მე შენს გაფიქრებს სხვათა შორის იმაზე, რომ შენც იგივე გააკეთო შენი მომავალი თაობისთვის, რომ მაგალითი მოგცა სწორი. ხო. ეს რამდენი წლის წინ ხდება დაახლოებით? ეს ყველაფერი ხდება 4 წლის უკან ალბათ, 5, მაქსიმუმ 5. ეხა ვარ 23 წლის ხო რა, 18. 5 წელია ეხა მუროს გვერდში ხარ? კი. მეგობრობ ძმაკაცობთ რა ვი, ხო? კი, მადლობა ღმერთს. ნუ ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში შორიდან. კი, ძმაო, მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის, მეგობრობთ, ძმაკაცობთ, ძალიან ვცემთ ერთმანეთს პატივს და ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ ყველაფერში. და ესე გაგვაქვს რა, ყოველდღიურობა. კაი, შიდა სამზარეულოზე მომიყევი ხარ ხდება. ჩვენთან ასამში. შიდა სამზარეულო. რა სიტუაცია? აი, თავიდანვე რო აღნიშნე, იმას ეხა უფრო ფცლად მოვყვები. შიდა სამზარეულო ვართ რამოდენიმე ბიჭი, ვართ 3 ბიჭი, ანსამბლში კონკრეტულად, ისე მოსამზადებელი ჯგუფები ყავს
ბიჭები, პატარებიც ყავს, რომელზეც მე უფრო დროთადრო გესაუბრებით. ჯგუფში ვართ 3 ბიჭი და დაახლოებით 12-13 გოგონა. ვართ ცოტანი, ესე რომ ვთქვათ, ანსამბლისთვის ცოტაა ხა ეს რაოდენობა, 15 კაცი, 16, 17, 20 რო ვთქვათ, თავისი გახმოვანება, თავისი ინსტრუმენტი, განათება, ყველაფერი ერთად, 20-25 კაცი. თუმცა ისეთი ხალხი ვართ ერთმანეთთან შეკრებილი, აი რა ვიცი, თავს ვგრძნობ როგორც მეორე სახლში, ოღონ მართლა ვლაპარაკობ. იქ რომ მე მივდივარ, თან ახლა წარმოიდგინე, თავიდან როცა მივედი, ვიყავი მხოლოდ მე. იყვნენ სადღაც 15 გოგო, ერთი მურო, რომელიც პედაგოგი შემოვიდოდა დარბაზში, გვავარჯიშებდა და მე ვიყავი ერთი ბიჭი. ამდენ გოგოში და ვიყავი სულ უკან. აი მიკარგულში სადღაც. და რაღაცნაირად რიდი მქონდა ეხა მაინც ამდენ გოგოში ერთი ბიჭიდან მე ხშირად გოგო. ეგ რატომ მოხდა? რომ თავისი განსხვავებული სტილის გამო, ანუ ვერ მიაწოდა ეს ხალხს სწორად ვერ გაიგეს თუ? იცით რა იყო? მე როგორც ვიცი, რამოდენიმე ბიჭი მოვიდა და დარჩა კიდევაც, რომლებიც ახლა მოსამზადებელში არიან და ემზადებიან რომ ჩვენთან თავარ ჯგუფში გადმოვიდნენ. თუმცა იქამდე, ჩემს მისვლამდე, სანამ ბიჭები მისულან, ესეთი რაღაცა გავიგე, რომ 1-2 რეპეტიცია იყვნენ, წავიდნენ. 1-2 რეპეტიცია იყვნენ, წავიდნენ. ალბათ სიახლე, ალბათ ის პლასტიკა, რასაც ცდილობს რომ მურო გადმოგცეს ჩვენ აგვიხსნას, ალბათ ეუცხოვათ, ან არ მოეწონათ, არ ვიცი. ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან არ ვიცი. მე რომ მივედი, უკვე ეს ყველაფერი მომხდარი იყო, რომ მოვიდოდნენ ბიჭები, წავიდოდნენ, მოვიდოდნენ, წავიდოდნენ, არ ჩერდებოდნენ რა ერთი სიტყვით. და გოგოებს ზუსტად ის უკვირდათ და ყოველთვის მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ აი შენ ამდენი ხანი როგორ გაგვიძელი, აი საღო და რაღაცეები, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში ერთმანეთი ისე შევავსეთ, საერთოდ არ მიგზნია, რომ იმ ჯგუფში ერთადერთი ბიჭი ვიყავი, სიმართლე გითხრა. ისე გემრიელად ვიყავით ერთმანეთთან, დაძმურად, აი სრული სიტყვის მნიშვნელობით. მაგრამ ტენდენცია შეცვლილია მოსამზადებელ ჯგუფში, როგორც მოხდა. მოსამზადებელ ჯგუფში ტენდენცია, ანუ ბიჭები უფრო მრავლად არიან უკვე და ბიჭები მაინც რო ვთქვათ არ არიან მრავლად. იმიტომ რომ არის 5 ბიჭი ალბათ სადაც ეგ ზოგადად რო თქვა, საქართველოს გოგო უფრო მეტი მოცეკვავია ვიდრე ბიჭი. ხო, ეგეც არის, კი, სიმართლე გითხრა, მაგრამ ბიჭებს მეტი საცურია ალბათ და მაგით. 5 ბიჭია სიტყვაზე მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც დგას 40 გოგო, 45 გოგო. ეს 5 ბიჭი, მაგრამ რაც შეეხება ბავშვებს, იქ უკვე ვერ ვიტყვით რომ არ მოდიან. იქ ღმერთსმადლობა და იმდენი მოდის, რომ შეიძლება დარბაზშიც კი ვეღარ ვეტევით და ვყოფთ ხოლმე ჯგუფებს მერე. პატარებში უფრო არის ინტერესი, ვიდრე აი მოზარდ მოცაკვავეებში, სიმართლე გითხრა. ანუ დრო დაჭირდა ხა ეგრე გამოდის მუროს, რომ ეს დაინერგა ეს სტილი და თქვენ ზოგადად ვინც გახართ, რომ თავისთავად, ყველაფერს დრო ჭირდება. მით უმეტეს, როდესაც ახალს ქმნი, როდესაც ვცდილობ რაღაცა სიახლე შემოიტანო, ვფიქრობ, რომ დრო სჭირდება ყველაფერს, როგორც ახლა შენ გითხარი. ამ ყველაფერსაც დრო სჭირდება, ჩემო ძმაო და აუცილებლად განვითარებით ყველაფერს მიაღწევთ. აი იგივე არის ზუსტად მანდაც. დრო დასჭირდა, დავნერგეთ, შევეცადეთ რომ მოფრთხილებოდით მაქსიმალურად, ჯერ ხალხს გავაცალით, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და უკვე მერე დროთა განმავლობაში სტუდიებიც კი გავხსენებთ. სტატისტიკა თვალსაჩინოა ხა, იმიტომ რომ ახალგაზრდები უფრო იმატებენ ბავშვები და მეტი და მეტი არიან. კი, თან რუსთავშიც გავხსენით. მოთხოვნიდან გამომდინარე, ცალკე რუსთავშიც ვართ, ცალკე თბილისშიც ვართ. კონცერტებს როგორ ატარებთ ხომ, სად ატარებთ? კონცერტებს პირველი რაც გავაკეთეთ იყო სარალიძის თეატრში, რომელიც მდებარეობს გეცოდინებათ დიდუბეში. დიახ, ვიცი. აი, მან გქონდა პირველი კონცერტი. იქიდან დავიწყეთ 3-4. ვიცი, მოდი შე. აზე არა, სად არის სარალიძის თეატრი? არ ვიცი პირველად გამიგესა თეატრის წინ. მცირე თეატრია, ძალიან მცირე თეატრია და იმის გამო დიდუბეში სად არის? აზე არა. იმაში, ბელიაშვილზე. თეატრი ხო იცი? რესტორანი თეატრი. აი, რესტორანი თეატრი არის, იცი? არა, ვარაკობ. რესტორანი თეატრის ზუსტად წინა. ბელიაშვილზე, სანაპიროზე ჩაყოლებაზე. კაი. შენ უნდა წახვიდე მან დუეტი. მან სოლო კონცერტ ჩავატარე რაცოდა. შენი იმისა ძმაუდა რა, ეხა შენ როგორ არის? სარალიძე ვინ არის ბავშვი? ანუ ერთ კრისტანა სარალიძე ვიცი, სარალიძე მე არ გამიგია. მამამ ხო არ გაჩუქა. იქნებ შენი. ვიცი. მოიძიე. ნუ მოიძიე, სერიოზულად, მაგას. გავია. რაც შეეხება ჩვენს კონცერტებს, ჩვენ კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში გავუმართეთ. გავუმართეთ
დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, კახეთშიც ვიყავით. ახლაც უგეგმავთ. ჯერჯერობით მურო გასტროლზეა წასული და რომ დაგვიბრუნდება, ახლაც უგეგმავთ კონცერტებს აუცილებლად. ისევ საქართველოს მასშტაბით. პირველი რა თქმა უნდა თბილისითვე დავიწყე. მურო საიდან არის გასტროლზე? სუხიშვილებიდან. თან მიყვება ხოლმე როცა თავისთავად, როცა ანსამბლში აქვს გასტროლი ხოლმე უწევს წასვლა და აქ ჩვენ ანსამბლი ვრჩებით, ჩვეულებრივად რეპეტიციებთ, ბავშვებთანაც პედაგოგები ვრჩებით. ჩვეულებრივად გრძელდება მუშაობა, ჩვენ არ ვჩერდებით იმის დამოუკიდებლად. მით უმეტეს ის იქიდან ისეთ ფორმაში ჩამოდის ხოლმე, რომ ჩვენ გინდა არ გინდა მაგარ ფორმაში უნდა დავხვდეთ. ესე ითხოვს სიტუაცია. ბავშვებსაც ამზადებ. კი. ბავშვებსაც ვამზადებთ. უფლისწყალობით ყავს ძალიან ბევრი ჯგუფები, სამომავლოდ კიდევ ვაპირებ დამატებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაინტერესება მოხდა სიმართლე გითხრა ბავშვებში. დამწყებ ბავშვებში სხვათა შორის, რომ აი შეისწავლონ როგორც ქართული, ისე ეს თანამედროვე. ჩვენთან ბავშვი რომ მოდის, ჩვენ არ დაიჯეროთ ის, რომ ეხლა რასაც ჩვენ ცეკვავთ და რაც ჩვენ პროგრამა გაგვაქვს, ის იმ პროგრამიდან რამე სწავლოს ბავშვი, არა. იქიდან საერთოდ არაფერს არ მივედებით, სანამ არ ჩავთვლით საჭიროდ, რომ ბავშვის სხეული, გონება, სმენა უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ სიახლეებსაც ჩაიჭიდოს. თავიდან მოიცა ეგ საინტერესო რაღაცას ამბობ ხან. ანუ როგორც მივხვდი, ჯერ ხალხურებს ასწავლეთ ბავშვებს, ანუ ტრადიციულად არის უფრო ძველებურს ესე რომ ვთქვათ, ძველი და ახალი რო დავარქოთ რაღაცებს ჭყალებში. და უკვე ეს რო კარგად გაუჯდებათ და ისწავლის და ჩაურმავდება, შემდეგ აძლევთ ეტაპობრივად ნელ-ნელა ამ ახალ სტილს. კი. იმიტომ რომ ახლა როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ჩვენ ხო ვთქვით ეს ყველაფერი რომ არის ქართულიდან რაღაცა სიახლის ძებნა. თუ კი ბავშვის ქართული, რაც ჩვენია, აქამდე ჩვენმა წინაპრებმა რამდენი წვალებით აქამდე მოგვიტანეს, ეს თუ არ გააცანი ბავშვის ის სიახლე როგორ უნდა მოგიძებნოს, ხო? ამიტომ ვცდილობთ საწყისი რაც არის, ზუსტად იმას ვცდილობთ, რასაც მე მაგალითად ვსწავლობდი, რაც ვისწავლე ჩემი პედაგოგებისგან. და მე უკვე როდესაც ჩავთვლით, აი ხა მაგალითად ერთი ჯგუფი არის, ორი ჯგუფი არის ისეთი, სადაც უკვე ვცდილობთ ჩვენი სიახლეები შევთავაზოთ ბავშვებს, ვასწავლით როგორც ქართულ ტრადიციულს, ასევე სიახლეებსაც, მაგრამ პირველ რიგში ქართული. მაგის გარეშე ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მე არ მქონდა მაგის შესახებ ინფორმაცია და ეგ ბევრი მკითხვასაც პასუხს ცემს, სიტყვაზე რაც შეიძლება საზოგადოებაში გაჟღერდეს, რომ მან ჭოგრეხა და რაღაცა ეგეც თუ უწოდეთ ეს რა სტილია და ეს არ არის ქართული და რაღაცას მაგ ვერსიასაც პასუხს ცემს, იმიტომ რომ ქართული ტრადიციულად კარგად იცით მურო განსაკუთრებით და მურო ცეკვების არა გვაქვს ნანახი. ვიცით რა დონეზე იცის, რა მაგარია. ანუ ჯერ იმას ასწავლის, რაც არის ხალხური, ძველი, ქართული და შემდეგ უკვე სტილს თავაზობს და უნდა ვინმეს მიიღებს, არ უნდა არ მიიღებს. ლოგიკურია. არავინ არაფერს არ აძალებს. მასეა ზუსტად. ვისაც საით უნდა იქით გააგრძელებს ცხოვრებას და კარიერას და გზას. ხო რა. მაგრამ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანუ ფუნდამენტი მაინც ის იყრება და შემდეგ უკვე თავისთავად მაგის გარეშე აი შანსი არა. მაშინ გაიქცევა ბავშვს. ვერ მიხვდება რა არის უკვე ქართული და რა შეიძლება ხო სად უნდა ეძებოს მაგას ვერ მიხვდება. ის ქართული თუ არის ის მაშინ სხვა რაღაცაში დაიწყებს ზემნას უეჭველი. ბაგაჟი თუ არ შევუქმენი სწორი? ხო. ამიტომაც პირველ რიგში დგომა სტანდარტულად რაც არის სწორი ჭერა, ტანის სმენა, ამ ყველაფერზე მუშაობთ, მე უკვე ტრადიციულად როგორც გვაქვს ქართული მოძრაობების შესწავლა და მე იმ ქართულ მოძრაობას რო ისწავლით. აი იმ ქართული მოძრაობიდან შეგიძლია უკვე რაღაცა ისეთი მოუფიქრო, ერთი რაღაცა სხვა გაუკეთო თანამედროვე, ერთი ისევ ქართულში დაუბრუნო. და აქ იქნება უკვე ის რაღაცა სიახლე, რასაც შენ თვითონაც ეძებ რეალურად, მეც ვეძებ, ამ მომენტშიც ვეძებ. ეხლა დღეს რომ მაგალითად რეპეტიციაზე მივალ, იქაც ვეძებ რაღაცა სიახლის ყოველთვის. ხო, რა თქმა უნდა. ყოველ წამს, ყოველ მოძრაობაში შენ შეგიძლია რაღაცა სიახლე შემატო შენს მოძრაობას და ახალია. ქართულია, მაგრამ ახალია ეგეც, ხო? შენია პირადი. რაც შეგიძლია მე ის ბავშვებს აუხსნა. ოღონდ დეტალ უნდა აუხსნა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. როდესაც თავიდან დავიწყე, ცოტათი მიჭირდა რაღაცებზე მუშაობა სიმართლე გითხრა ბავშვებთან, მაგრამ დროთა განმავლობაში რჩევებით ხშირად მესაუბრებოდა ხოლმე მურიკა, რომ ეს არის სწორი მიდგომა, ესე უნდა მიუდგე.
ამ ყველაფერსიც გზას მანახებდა და მე უკვე ჩემი თავს ვფიქრობდი, აბა რატო ესე? რატო უნდა გავაკეთო ესე? მე რო დაუფიქრდი ესე მიუდექი ამ ყველაფერს, დროთა განმავლობაში შედეგიც მოდის ნენელა უფლის წყალობით და იმედია ესე გავაგრძელებ. მაძიებელი თუ ხარ ზოგადად ცხოვრებაში და თუ რაღაც ძიები და ინტერესები და გამოხატავ შენს ჩართულობას თლიანად მთელი არსებით და სხეულით აუცილებლად პოულობს სწორ გზას. აუცილებლად. ბოდიში. მე მირთვი, მეც დავლევ. გამოშრაბილი. აი აქ შეგიძლიათ ვინმეს მოთავსდეთ გემრიელად, რედროულად. მომისმენ, თუ არის ხოლმე მასტერკლასებზე გეძახიან სხვა ანსამბლები ან რაღაცები, მსგავსი სტილი. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ მქონია მე პირადად. ისე როგორც ასეთი ახლახან იყო მურო წასული უზბეკეთში თუ არ ვცდები, საზღვარგარეთ იყო მიწვეული. საზღვარგარეთ არა, მე რას ვთქვი, ნახე. ანსამბლში ხო აქ? ხო. არა. ქართულ ანსამბლებში, ხო, აი მე და ნოზაძე ვლაპარაკობდით მაგაზე, რომ ის კონდესო რა ქვია. ხო. მეორე პოდკასტში მყავდა და კარგი იქნება თუ დავნერგავთ ეგეთ რაღაცას, რომ მოცეკვავეები ვინც არიან, იმათვისაც мотивация იქნება, რომ მივიდნენ ბავშვთა ანსამბლებში და რაღაც გარკვეული თავისი ხაზი ან სტილი წარადგინონ ხოლმე. ძალიან კარგი იქნება სხვათა შორის ბავშვისთვისაც, რომ ის რამოდენიმე რეპეტიცია იქნება 1, 2 თუ 3, რომ სხვა პედაგოგთან მოუწევს მუშაობა, ფსიქოლოგიურათაც, თან სტილითაც, სულ სხვა სტილს რო დაინახავს, ალბათ თვალითაც უკეთესად აღიქვამს, რომ თურმე რამდენიერ შეიძლება ერთი მოძრაობა შეასრულოს. მე მგონი კარგი იდეაა სხვათა შორის. თუ დავნერგავთ ამ ყველაფერს და ესე ფართო სახეს მივცემთ, ძალიან კარგი. სულ აქტიურად რაღაცა. შეც აი მაგაზე ვარ, თუ ეძიებით რაღაცა. სიახლე თავისთავად, ხო. სიახლეში ყოველთვის იბადება რაღაცა გენიოსური. ხანდახან. ხო, აი ეს ჯაბა ასიც რეალურად არის ADA.TG საიტი გავაკეთეთ და იმისი ერთ-ერთი ანუ თავარი პროექტის ერთ-ერთი მიმდინარეობა, ხო, შემოადგენელი ნაწილის ჯაბა პოდკასტი ქართულ ცეკვაზე, სიმღერაზე, ქორეოგრაფიაზე და ასე შემდეგ. ეს ADA.TG არის დამაკავშირებელი ქორეოგრაფების და ორგანიზატორების, სადაც ამ პლატფორმაზე ორგანიზატორები ტვირთავენ თავიანთ ღონისძიებებს, სადაც კონცერტი აქვს, ფესტივალი აქვს, გასტროლი აქვს და ქორეოგრაფები ნახულობენ მარტივად ერთ სივრცეში ყველა ორგანიზატორის შესახებ. ჯავშნიან იქვე ვიზიტებს. ხო? კი, თავიდან ბოლომდე შეგისწავლეთ. ვიცი. ძალიან კარგ რაღაცებს ემსახურებით და ამიტომაც მეც ჩემებურად ვცდილობ. ერთ-ერთი პირველი ხარ სხვათა შორის, ვინც დამიკავშირდა. და მით უმეტეს იმასაც თუ გავიგო, ეხლა ძალიან ცოტა ფოლოვერები და ესე იმყავს და. სიმართლე გითხრა, იმისთვის არ მომიწერია აი ადამიანურად გეუბნები და გულახდილად გეუბნები, რომ აი აქ მუშ დარიყავი მე. არა, ეგ იგრძნობოდა კიდევ. აი მაგას არ ვიძახი, რომ მაგისტრის მომწერე. მეც ხვდები, რომ მაგას არ მეუბნები. უბრალოდ აღვნიშნე, რომ მაგისტრის მართლა არ მომიწერია, უბრალოდ მინდოდა ჩემებურად мотивация მომეცა შენთვის. კი, აი გამოხატე და ძალიან გამიხარდა მართლა. ხო რა, ადამიანებს როცა ვხედავთ, რომ კარგ საქმეს აკეთებს, კარგ რაღაცას ემსახურება, რა მიდის იმით, რომ აი 1-2 სიტყვა შეაშველო რა. შეიძლება შენ იქ საერთოდ ვერ წაიხმარო შენი ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ შენი სიტყვით ხო შეიძლება ისეთი мотивация მისცე, რომ დააფიქრო და აი ამის გამო ღირს ამ ყველაფრის კეთება უთქვას რა. აი ეს ინიციატივა მქონდა შენთან მიმართებაში, რომ მოგწერე მაშინაც, რომ აი არ გაჩერდეს, მიაწვეს, ბოლომდე გააკეთოს ეს საქმე და აუცილებლად დაგიფასდება. კი, არა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც. იმიტომ რომ ხა ყოველთვის ირგვლივ სამეგობრო სანათესაო საახლობო ყოველთვის შეგაქებს და ყოველთვის კაია და მიდი აბა და აბა რა უნდა ქნა, მაგრამ ესე უცხო და თან მით უმეტეს იმ სფეროში რომ თლად უცხო არ არის ხა და მოდი პირდაპირ თუ ხა ვინც ცეკვაში ერკვევა, წესით უნდა გიცნობდეს რა. მეტნაკლებად მაინც ხა რაღაც შეხედულება უნდა ქონდეს, გაგონილი უნდა ყავდეს. და საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა ეგეთი ადამიანი კომუნიკაციაში შემოდის, თვითონ გამოიჩენს ამის კომენტარი დაწერა, მე პირადში მოიწერა და რაღაცა ძალიან მესიამოვნდა და მომეწონა ეგ ამბავი. გაიხარე ძმო. ყოველთვის ვეცდები, რომ გორში დაგიდგეთ ამ მაგარ საქმეში. კარგი გაცხა. სხვა შორის ბევრმა იცის, მე როგორც მივხვდი პროექტზე, მაგრამ დიდად არ გვიყვარს ხოლმე ჩვენ კომუნიკაციაში შესვლა ესე რა. ცოტა რას გრძნობ, ვიცი? ლუპით რო გიყურებენ, ხო ეს შორიდან. გაკვირდები დურბინებით რაღაცეებით რა. ვარა ახლა ხდება. აბა რა საკეთებს? იქნებ თუ საკეთებს რაღაც, ხო, რაღაც ქვეტექსტების ამოკითხვას ცდილობს ხოლმე ხალხი. კი, მაგრამ ეგ ყოველთვის იყო ეგეთი რაღაცა, ყოველთვის იქნება. მაგით ჩვენ ვერ გავჩერდებით. სიახლის მაძიებელი ხალხი. რა გავჩერდებით. რა თქმა უნდა, სულ წინ
და მინდა რომ ძალიან ბევრი რამე გავაკეთო, აი გადატენილი ვარ, რასაც ქვია რა. და გეტყობა. თვალებში აი და თვალებში ძალიან მიხარია რომ აი ხალხის ამ გზაზე თან აი ხალხს გიცნობთ. და ხარე ჩემო ძმაო. ჯიგრები ხართ რა, აი ხალხი ხართ და მოცეკვავე ბავშვი ცუდი ვერ იქნება რა. აი ხო, მართალი ხარ. მოცეკვავე ქართულის მოცეკვავე ცუდი ვერ იქნება. გიომაც ისაუბრა ყველაფერს. შანსი არა ვერ იქნება. მე ესე მგონია. ან კაი მოცეკვავე ვერ იქნება. შეიძლება იაროს ის ცუდი მოცეკვავე მაშინ. შეიძლება 4-5 წელი იაროს, არა, მომასპიცა ვარ, შეიძლება 4-5 წელი იაროს და გამოვიდეს, იმიტომ რომ იქ შიდა წრე რაც არის, რეპეტიციის მსვლელობის დროს პედაგოგი იმიტომ არის, რომ ის წრე რაც არის, შეინახოს ისე როგორც წესია. ქართული ადათით, ქართული კულტურით, ქართული ყურადღებით, მოსმენით, ყველაფრით რა. თუ იმ რაღაცას ალღო ვერ აუღო ბავშვმა და თუ გავიდა, ის უკვე, რავი, მაგისთვის არ ყოფილა რა ეგ ყველაფერი ჩემი აზრით. და ვინც იქ რჩება იმ ყველაფერს ცდილობს რომ გაუგოს, ხანდახან მეც მქონია ესეთი მომენტი რომ გავალ რაც ეკვიდან, მქონია. ეგ რავი, ჩემი აზრით ყველა მოცეკვავის აქვს რაღაცა პატარა წამოვლები, რომ აი ხო არ დავანებო თავი, ხო არ გავიდე. ბავშვურ ასაკში 14-13 წლის ასაკში. იმიტომ რომ თან ფეხბურთით მაგრამ მიზიდავდა. გზაზე ხო არ ვდგავარ. ხო, აი ხო არ დავანებო რა ის ცეკვა, მაგრამ ისე მოტრიალდება ხოლმე და ისე შემოტრიალდება ყველაფერი, რომ განახებს სწორი გზა საით არის. მან ხო იცი თან ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე გარემოსაც დიდი ამბავი აქვს, რომ იქ სამეგობროში თან სკოლის ასაკზე ლაპარაკობთ კლასში რა მდგომარი. დღევანდელ ბავშვებში უფროა, ვიდრე ახლა ჩემს ბავშვობაში არ იყო სხვათა შორის პირიქით ცეკვაზე თუ დადიოდი, კაი იყო. და რავი, ახლა უკვე რატომღაც ვამჩნევ, რომ არ არის რა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ჩვენ დროს იყო. რატომღაც ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ თუ ცეკვაზე მიდიხარ, აუ რა ცეკვა. გამიგია რა ბავშვების დიალოგში ერთმანეთში, რომ რა ცეკვა გამოდი რა აქეთ. იქით რა უკეთესი აი ეგ რაღაცები იცვლება ხო ლავირებს ზოგადად, იმიტომ რომ მაგალითად მე ჩემ ბავშვობაში მოვესწარი მე მაგ ამბავს, რომ აი რეიტუზებს ვარ ჩავიცნობ ცეკვაზე და რაღაც ეგ დამოკიდებულება გამიგია. კი ხო, იყო. მერე შეიცვალა პირიქით უფრო ისეთი გახდა. მერე ეხლა თან რა არიცი ეს ჩვენი ბიჭების UFC-ის მებრძოლები, იგივე მერაბი, ილია, გინდა ხვიჩა და ასე შემდეგ ხო ხდებიან. სპორტის თემა, სპორტსმენები რა, იმ დონეზე გააქტიურდა და წინა პლანზე წამოვიდა, რომ ის უფრო პრესტიჟული გახდა. მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. ხო ხდებიან? აქ იშოვება და აქ მინდა რა ჩემი შვილი დავინახო, აქ სახელსაც მოიხო, ფულსაც იშოვის და ისა და მოცეკვავე ინა თავისთვის გამოვა იცეკვევ შევა კონცერტზე და არაფერს არ აკეთებ, ეგ ამბავი. და მაგით ცხოვრობთ ჩვენ მოცეკვავები რეალურად იმ კონცერტით, იმ 5 წამიანი აპლოდისმენტებით ცხოვრობთ რეალურად მართლა და ერთი კონცერტიდან მეორე კონცერტამდე ერთი სული მაქვს, რომ აი უბრალოდ ბოლოს რო გადიხარ და აი თავს რო წევ და მაყურებელი ფეხზე რო გიდგას რა, მაგარი მომენტია ჩემ. ალბათ იქ ფეხბურთში ხო თავისი ხიბლი აქვს. ამდენი ხალხის წინაშე რომ გადიხარ და აი მე იგივეს გაუთანაბრებდი რა, როგორც ფეხბურთელისთვის არის სიამოვნება, რომ 90 წუთის განმავლობაში ამდენი 1000 მაყურებლის წინაშე თამაშობს. უფრო გოლის გატანას ხო, აი ხო, კი, ზუსტად. აი ბოლოს საფინალო მომენტი არის გოლის გატანის ემოცია ზუსტად. იქამდე ჩაულებრივი 90 წუთი ცეკვავ რა. ეგ არის ჩემ. ხარ ორთაბრძოლაში თამაში. ყველა შეუულია იყოს მოცეკვავე. ნახე, წინა გადაცემაში ყავდა გაგა ბოხვალდა. ყველას მოცეკვავე არ უნდა ერქვასო, მაგას იძახდა. ვინც რაღაცა სამოყვარულეზე იარაო და ასე შემდეგ და ხელი გაშალა და რაღაცა ყველა თავის თავს მოცეკვავის არ ქნოსო და ცუდიაო პროფესიონალური მოცეკვავისთვის რაღაც დამაკნინებელი არისო რა, ეგ ამბავიო. შეიძლება მასეც ითქვას. როდესაც ადამიანი თავიდან ბოლომდე ამ საქმეშია ჩართული ბავშვობიდანვე და ამ ყველაფერს ცდილობს, შეიძლება მას პროფესიონალურ დონეზე ცეკვა არ გამოვიდეს, მაგრამ ამდენი წლის ნაწვალები, ამდენი როგორ გითხრა, მე მაგალითად ვიცნობ ისეთ ხალხს, რომელიც შეიძლება ახლა პროფესიონალურ ანსამბლში არ ცეკვავდეს, მაგრამ ცეკვავს ბავშვობიდან 5 წლიდან, 6 წლიდან. და მთელი გულით ცეკვავს ოღონდ. განა ისე რომ უბრალოდ დადის და რაღაც, არა, მთელი გულით ცეკვავს. ჩემთვის ის ადამიანი მაინც პროფესიონალური მოცეკვავია. ხო, რა თქმა უნდა. რაც შეეხება იმას, რომ აი 1 წელი და 2 წელი ხელს რო გაშლიან და მე მოცეკვავი ვარ რო იტყვიან, ეგეც რა თქმა უნდა არ არის სწორი. იმიტომ რომ როდესაც ამ სახელს იღებ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დევს აქ.
მოცეკვავე ხარ, ანუ რა ხარ? შენი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, შენი ადათის წარმომადგენელი ხარ, კულტურის ჩოხა რო გაცვია, რატო გაცვია ეგ ჩოხა? რას წარმოადგენს შენთვის? ქამარხანჯალი რას ნიშნავს? ფაფახი, ჯინჯილა რას ნიშნავს შენთვის? ამ ყველაფერს დიდი დატვირთვა აქვს, როდესაც ესე ადამიანი 2 წლის გამოცდილებით დგება და მე პროფესიონალური მოცეკვავე ვარ, მართალი იყო გაგასი, მართალი გითხრა. მე უარეს უთხარი, ხო იცი? ეგ ერთია მოცეკვავე დაერქვა, კაი ჯანდაბას დაერქვას, მაგრამ ქორეოგრაფი დაერქვა მაგ დროს. ეგ ბავშვების აღზრდას მოკიდო ხელი. ეგ ძალიან რთული რაღაცაა. ეგ მართლა ძალიან რთული რაღაცაა და სიმართლე გითხრათ, მე დღესაც კი ვსწავლობ ბევრ რაღაცას, თუნდაც მაგ სფეროში. პედაგოგია, რასაც ქვია. იმიტომ რომ ძალიან დიდ რაღაცას მოითხოვს, რომ დავფიქრდები ხოლმე მაშინებს კიდევაც. იმიტომ რომ ხა წარმოიდგინე, ამ ხელა რაღაცა კიდევს წინ. ბავშვი, რომელიც არის, როგორ ვთქვა, თიხა, რომელსაც შენ უნდა მისცემ სრული ფორმა. რა ფორმაც გინდა, შენ მაგ ფორმას მისცემ. მაგრამ ხო გააჩნია მე ფორმას ვინ შეგიფასებს, როგორ შეგიფასებს, ლამაზია არ არის ლამაზი. ესე არის ბავშვის გაზრდაც. ბავშვის გაზრდა ძალიან რთულია, სწორად, პირველ რიგში ადამიანობა. რაც მე ბიჭებისგან, ახლა წინასწარმეტყველებისგან ვიცი, იგივე სიტყვა მეც, რომ ადამიანობა ყველაზე მთავარია ამ ყველაფერში. ზრდილობა და უფროსის პატივისცემა. არასდროს ბავშვთან არ ვარ ისე როგორც აი გინდა თუ არა მე პედაგოგი ვარ და შენ მე მომისმინე და ესე არა. ადამიანურად, მეგობრულად, ძმაკაცურად, აი მართლა გეუბნები, ესეთი მიდგომით, ჩემი აზრით, უფრო მეც გავხდები მე პირადად, ვიდრე ჯოხით დაუდგე, დავაშინო, მე არ ვაკნინები ადამიანებს, ვინც ესე მუშაობდა. ეგ სხვა დრო იყო. ეხლა სხვა დრო არის მასული ბავშვს, შეიძლება ჯოხით თავი ყველა გადაცემაში თითქმის ეგ აღინიშნება, რომ აღარ არიან. ხო, არა. იცი რა არის? აი ჯოხი რო დაარტყა ბავშვს შეძულდები დღეს. მაშინ არ იყო მასე. მაშინ აი დღევანდელი დასავით მახსოვს მამა მუხზე დამდგარი ვიყავით 2 საათი იმის გამო რომ მე ვიყავი სადღაც ეხა ვიტყვი სიმართლეს არავინ არ იცის ჯერ აქამდე ვიყავი სადღაც 7-8 წლის ბავშვი ბიჭები ვარჯიშობენ მე ვზივარ ჩემთვის ესე ჩუმად უკან კუთხეში პატარა ვიყავი და იაპონკას მეძახდნენ იაპონკა იცი რა არის ზაღლი არ არის იაპონკა ხო ქათამია იაპონკა რომელიც აი აქ თმა რო არა აქვს რა კისერზე. ყელტიტველა ქათამი. ხო, და აი ესე რო დადის სამეგრელოში ესე ეძახიან იაპონკას და ძალიან გაჭიმული დადის და პატარა რო ვიყავი სულ მოჭიმული ვიდექი ხოლმე. ერთი რაც ვიცოდი ეგ იყო. თუ მოძრაობას ვერ ვაკეთებდი ვიდექი მოჭიმული. და ამ იაპონკას მეძახდნენ და იაპონკა უკან ისვენებს. ზივარ ჩემთვის და სწვენის სწავლა მინდა რა. და ეს ორივე თითქმის ვიდეს. მეცეს უცებ სწვენა რო ისო პატარა ხარ. პატარა ვარ და მინდა რომ სწვენა ვისწავლო რა და ამას სახში ვარჯიშობ ერთი რამოდენიმეჯერ გავიმეორე. მაგრამ ვერ დავასვინე რა ერთი სიტყვით და ეხა რეპეტიციაზე ვარ ვისვენებ და რა ვქნა ეხა და ჩავიდე ორივე თითქმისში და ერთხელ არა მეორე მესამე და აი მეოთხეჯერ რომ მივასტვინე გადავფარე დოლის აკარდიონის ხმა და ვარ 7 წლის და ქორეოგრაფმა გააჩერა რეპეტიცია, ვინ დაასტვინაო. ეხლა მე პატარა ვარ, მე შინია რა, მაინც რიდი მაქვს მასწავლებლის და ვერ ვთქვი რომ მე ვიყავი, ვაღიარებ. ვერ ვთქვი რომ მე ვიყავი და ჩემს გამო ეს ყველა ბიჭი. აი, ამდენი წლის მერე აღიარებ. ამდენი წლის მერე ეხლა ბიჭებო, ვინც მიყურებთ აქიდან, მაგალითად გოგა ფიფია, რომელიც ერისიონშიც ეყვავს, ისიც იქ იყო და იმ მომენტში ჩემს გამოიდგა იქ მუხლებზე. და მთელი 2 საათი რეპეტიციაზე იდგნენ ბიჭები მუხლებზე სამუხლების გარეშე. ხო, წარმოგიდგენია რა წარი. რა იყო? ხო, და უსტვინო. აი ეს გააკეთა მაშინ ქორეოგრაფმა ჩვენთან და არავის პრეტენზია ამაზე არ ქონია. ხვდები? ყველა მიცოდა თან იქ მე რო დავასწინებ ბიჭებმა, რამოდენიმე მიცოდა, ვინც აი აქ გვერდზე მეჯნე რა და ხმა არ მოიღეს არც ხო, არც იმათმა არ მოიღეს ხმა, იმიტომ რომ ხვდებოდნენ ახლა მე რო ბავშვი ვიყავი და თან კაცურის აქციელი, რასაც ვლაპარაკობ ზუსტად, ბავშვებს რასაც ვასწავლი, ერთმანეთის დაბეზღება, ერთმანეთის გაწირვა, პირიქით, ერთმანეთს მოისიყვარულეთ, ერთმანეთს გაუფრთხილდით, როგორც ოჯახში ისე. ეგ გარემო თუ არ იქნა, მაშინ იქ არ ჯგუფი იქნება, არც არაფერი არ იქნება იქ ჩემი აზრით, თუ ერთ მუშტად არ არიან ბიჭები შეკრული. მე მაგალითად ეხა რეპეტიციაზე რომ მივდივარ და გასახდელში რომ ვიხედები და რომ ვხედავ ბიჭები ზიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ანუ არ კამათობენ, თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში, ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ სულ თუ არაფერი შევაყვარე ერთმანეთი ბიჭებს. ხო და ეგ არის ძალიან დიდი რაღაცა, რომ პედაგოგი წინათ როგორც იყო, ისე არ არის მაუი. იცი რატო, ნახე, რაღაცა პერიოდში, რაღაც სიტყვები, რაღაცა ქმედებები აირია, აიზილა ერთმანეთში. და ეს იყო ალბათ რიგი ფაქტორების გამო, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ვითარდებოდა.
უფროსის პატივის ცემა არ ნიშნავს იმას, რომ უფროსმა ბავშვმა ურტყას ან ლანძღოს ან აგინოს ან რაღაცა ეგეთი. არა, რა მაგალითს ვაძლევთ მაგით მე მაგას. ჯერ უფროსმაც უნდა წეს პატარას პატივი თავისთავად. და მაქიდან თვითონ უნდა მიცეს მაგალითი ამისი, რომ პატივს გცემე შენ და მოითხოვო მე ამის საპირწონედ. ზუსტად ეგრეა, კი. შენ თუ პატივი არ ეცი და შენ თუ არ დაანახე ის, რომ შენ გულწრფელად გიყვარს ის, არა იმიტომ რომ შენთან მოდის და შენთან ვარჯიშობს. უბრალოდ გიყვარს, იმიტომ რომ ბავშვია ჯერ სათნოა. ბავშვთან აი ჩემი დამოკიდებულება სულ სხვანაირია, აი ბავშვთან ვარ, მეც ბავშვი ვარ ალბათ. ხანდახან რომ შემომივლის, მე ვფიქრობ ხოლმე, ვა, ამას რატო ვაკეთებ. მაგრამ იმ მომენტში იქ ვარ მეც, იმას აკისხვდები ხოლმე და ეგ არის რა მთავარი, თუ შენ სიყვარული დაანახე გულწრფელად, ის შენზე ორჯერ და სამჯერ უფრო გულწრფელია და ისეთ სიყვარულს დაგიბრუნებს, რომ რავი, მე სახში რომ მივდივარ ხოლმე, ვა რა, მაგარი იყო დღევანდელი დღე, რომ აი იქ რაღაცა ესეთი მოხდა. თბილები არიან ბავშვები. ძალიან თბილები არიან. უანგარო სიყვარული შეუძლიათ. გაცემენ, მაგრამ არელიან შენგან, ანუ თუ სიყვარული მოგცა ბავშვმა, ის არ ელოდება შენგან რაღაცასო დაუბრუნებ. სამწუხაროდ ჩვენ რომ წამოვიზარდეთ, ეხა უკვე ესე ვართ ადამიანები, რომ სიყვარულს გავცემთ იმ მიზნით, რომ რაღაცას ველით იმ ადამიანისგან, სამწუხაროდ. ფასო არაფერი არა, ვიცი ან ცხოვრებაში. სათაგურში ყველიც კი არა უფასო. იმისთვისაც ფასი ხდის თაგვი. კი ბატონო. სამწუხაროდ ეგრეა. ეგრეა სამწუხაროდ ძმაო. მაგრამ ნუ მაინც ეგ კაია რომ ახალგაზრდა ქორეოგრაფები ფიქრობენ მაგაზე რომ ბავშვის აღზრდის დროს აუცილებელია. აი ხა მე მაგალითად მოდი შევეხები რაღაცებს, იმიტომ რომ მართლა არ მომწონს მე დამოკიდებულება რაც სკოლებში არის. და ჩემ დროსაც მასე იყო, ეხლაც ეგრე არის. და ვითომ ეს მანდატურების სამსახური, მაგრამ ეგენიც მაგ სექტაში არიან, რომ თუ გინდა ეგ დაბეზღება ერთმანეთის რა. ეგ არ არის რა, კარგი საქციელი რომ იმის მაგ რომ შენ კლასში შენს თანამებრძოლს გვერდში დაუდგე. ანუ ნახე რაღაცა ჩაიდინა ან ჩადის ან რაღაც ცუც აკეთებს და მაგ დროს მიხვიდე და შველა ითხოვო მასწავლებელს, მაშინ მასწავლებელსაც უნდა ენდობოდე რომ ის არ მივა და ისე არ მოიქცევა რომ შენ ცუდად გამოგიყვანოს მერე. უნდა შემოვიდე შენ მდგომარეობაში, ხა ეგ რატო ავიწყდება ამ ხალხს როცა იზრდება რომ თვითონაც იყვნენ ახალგაზრდები და რა გარემოში იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ ეგ უნდა გახსოვდეს რა, შენი გამოცდილება უნდა გახსოვდეს და ამის მიხედვით მოიქცე უკვე ბავშვს. იმიტომ რომ იმას თუ ესე ვიტყვი სახელს აკიდებ რომ ის დამბეზღებელია, ჩამშვებია, თავის გარემოში ის თავს ვეღარ დაიმკვიდრებს რა, გაუჭირდება თავის დამკვიდრება და შენ ვითომ ამ საქციელის გამო შეაქე და ის მეორე დასაჯე და ამაკ მაყოფილად უნდა, ანუ მე კმაყოფილად უნდა მაგზნობინო თავი მასწავლებლობა იმითი რომ ჩემს გამო ჩემი მეგობარი დასაჯე. და რასაჩვევა მე ის ბავშვი. აი გამართული. რასაჩვევა რა გრძნობით ივსება იმ მომენტში, რომ აი სიამაყის გრძნობა აქვს, აი ჩემ გამო ეს ბავშვი დაიჩაგრა და რატო? მეც მქონია სიმართლე გითხრა რეპეტიციაზე ერთ ბავშვს რაღაცა არ ესიამოვნა, მოვიდა ჩემთან რეპეტიციის ბოლოს და მითხრა ესე. იმ ბავშვს უთხარი, მე ვთქვი, ხა წადი ჩაულებრივად გამოიცვალე, წადი სახში, ჩაულებრივად დაემშვიდობეთ ერთმანეთს, იმბიც მე ჩემთან დავიბარებ. მივედი იმბიც უთხარი, რომ ესე მოხდა, ოღონ არ ჩათვალო, რომ იმ ბიჭმა მე რამე მითხრა. მე იქ რო ვიდექ, ის ყველაფერი სარკიდან დავინახეთ რა. იმ მომენტში ხა მართლა არ დამინახია მე სიმართლე გითხრა, მაგრამ ესე უთხარი, იმიტომ რომ არც იმას ეგზნო თავი უხერხულად და არც ამას. მე ამასთან უკვე შვიდათ რო დავილაპარაკე, რომ აუხსენი ესე არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ აქ ეს არის საჭირო. რომ ჩვენ ერთმუშტად ვიყოთ ჩაკრულები, მე იმანაც მარტივად გაითვალისწინა და იმას საერთოდ უხერხულად თავი აღარ უგზნია და როდესაც შენ ახლა ორ ბავშვს ესე დააყენებ და ამას ეთქვი, შენ კაი ბიჭი ხარ, რომ მე ეს ყველაფერი მითხარი და შენ ცუდი ბიჭი ხარ, ეს გააკეთე. ძალიან ცუდი მიდგომა არის. უკვე ეს ეწევ ბავშვს და ეგ არ მასულა. ხო და ხდება თან, ეგ არის ცუდი. და ეგ არ უნდა ჩამოდი ხა უქმი დაწერე და რაღაცა ჩაგათრევე ხა დირექტორ. აი რაღაცა მე რო პირველი ბავშვი მაგას მეუბნება, რომ მას ამან ეს გამიკეთა, პირველი მაგას მეუბნები. ჩაშვებას თავი დაანებეთ, ერთმანეთში მოგვარდით, მერე ველაპარაკები იმ ბავშვს, რომ აღარ გაიმეოროს. ჩაშვება, რატო, როდესაც ერთმანეთში შეუძლია მოგვარდნენ ისე, რომ არც ერთი არაა ხა ისეთი, რომ მოდი და გავიწიოთ და რაღაცა. ერთმანეთთან ბავშვები არიან, შეუძლია ამან თავისი თქოს, ამან თავისი. თუ ვერ მოთანხმდნენ, მერე ეგეც ნათქვამი მაქვს. ერთმანეთში დაილაპარაკეთ, უთხარი, მე ეს არ მსიამოვნებს. არ გაითვალისწინებს, მე უკვე ჩემთან მოდი. თან ეს უკვე ყველა ჯგუფმა იცის ჩემთან, ვინც არის, რომ ვიღაცა რაღაცას გეტყვის, არ მსიამოვნებს, გავითვალისწინოთ ბიჭებო, ერთმანეთის აზრი, პატივი ვცეთ. ბავშვად აღარ ერიდება მე შენთან მოსვლას, იმიტომ რომ არ იცის ის დარწმუნებულია და იცის, რომ შენ ამითი რომ შენთან მოვიდა და გითხრა, ეს არ ჩაითვლება.
ხო, თავისთავად. ჩაშვება რა, კი გადავაკიდეთ ამ თემას, მაგრამ რაღაც ამ თემას შევყევით უბრალოდ. უკვე ისიც ეტყვის თავის სათქმელს, სანამ ჩემამდე მოვა. ისიც ეტყვის და თუ არ გაითვალისწინა, იქ უკვე მართლა უფროსი უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ ეხა თუ ვერ გააგებინა ერთმა ბავშვმა მეორეს, ის ყოველთვის იმას გააგრძელებს, სანამ უფროსი არ ჩაერევა ამ ყველაფერში, მაგრამ ის ჩარევაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ და რანაირად ჩავერევით. არანაირად ეხა შენ ესე რატო იქცევი, არა, უფროსის პატივისცემაზეც, ანუ მასწავლებელმა პატივისცემა უნდა დაიმსახურო ყველა ვარიანტში. კი. ან მე მასწავლებელი ვარ და ამიტომ უნდა მცე პატივი, ეგ არ არის სწორი მიდგომა. აბარა. ანუ ვაფშე არ გეკუთვნის მაგიტო პატივისცემა. ანუ უნდა იყო ისეთი ადამიანი, რომ იმსახურებდეს. შენ უნდა დაანახო, შენ სამაგალითო უნდა იყო ყველაფერში, როდესაც პედაგოგი ხარ, მე ესე ვფიქრობ. თუ არ ხარ, უნდა ცდილობდე მაინც და უნდა ანახო ბავშვს როგორ უნდა იყოს სამაგალითო ადამიანი. აი ეს мотивация მაინც უნდა მისცეს. შეიძლება ეხა იდეალური არც მე ვარ. უფალმა იცის მხოლოდ ვინ არის იდეალური და ვინ არა და. არა, იდეალური არა, ვინ არის ნამდვილად. გეთანხმები და აი მაგიტომაც ვამბობ, რომ შენ დაანახე აბა შენებურად, რომ დაფიქრდები რა არის კარგი ძმაო, რა არის ცუდი, რა შეიძლება ბავშვს სამაგალითოდ დარჩეს და რა არ შეიძლება დარჩეს. ამას შენ რო გააკეთებ, მე უკვე ბავშვიც გიყურებს რა და როგორ გითხრა, ყველაფერს ისრუტავს, ძალიან მარტივად ისრუტავს ბავშვი, ვიდრე ეხა ჩვენ შეგვიძლია რაღაცა აღვიქვათ და დავიმახსოვროთ. იმას უფრო ბევრად შეუძლია, თუმცა დღეს ისე არის ეს ტექნოლოგია და ტელეფონები, რომ სამწუხაროდ ცოტა ჭირს კიდევაც იმ შენახული ინფორმაციის მერე გადახარშვა და სახში გამეორებაც კი. ეგ იცი რა შევა ტელეფონები და ეგ სოციალური ქსელები ძალიან ურთულებს ბავშვებს, აი კულტურულ აღრევაში არიან რა. იქ ხედავენ ამერიკულ კულტურას, ევროპულ კულტურას, აზიურ კულტურას, არ აქვს მნიშვნელობა. ხო და ვერ ერკვევა სად უნდა იყოს. კულტურის ერთად შერწყმა აქვს და აქ ქართული კულტურა ეკარგებოდ სადღაც და აი ძალიან რთულია მაგ დროს მშობელზეც, გარემოც, მასწავლებლებს ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, რომ აი ეს ქართული კულტურა, ტრადიცია, ადათი, წესი ბავშვს ესმოდეს და არჩევდეს იმ სხვებს რა. ამას სჭირდება ახსნა, დაჯდომა, მაგალითის მიცემა. თავისთავად, ხო. ძალიან ხშირად ეხა ჩვენ მაგალითად რაღაცა ვიდეოებსაც კი ვაგდებთ ხოლმე მშობლების ჩათია და იქაც ვაგდებთ ვიდეოებს, რომ დროთა განმავლობაში ბავშვი სახლში რომ მიდის, ხანდახან ავიწყდება ბავშვს. იმ დონეზეა უკვე გონება შეჩეული იმ რაღაცას დაპროგრამებულს. უკვე მისი გონება ვეღარ ინახავს. თან წარმოიდგინე, სანამდე ვეღარ ინახავს. მაქსიმუმ რეპეტიციის დასრულებიდან მეორე დღემდე უკვე არ ახსოვს. დგება და მე შემდეგ რეპეტიციაზე რომ მოდის და ვეკითხები, აბა რა გააკეთე ივარჯიშე? მას არ მახსოვდა, ვერ გავიხსენე. ეს ყველაფერი რო აღარ იყოს, აი ამისთვის უკვე რაღაცა ჩვენებური რაღაცეები შევიმუშავეთ, სადაც სახშიც კი შეუძლია ბავშვს უკვე იმუშაოს ამ რაღაცეებზე და თუ ნაკლებ დროს დაუთმობ ტელეფონს და უფრო მეტ დროს დაუთმობ სხვა რაღაცეებს, თუნდაც განათლებას, თუნდაც უბრალოდ წიგნის წაკითხვა. სიმართლე გითხრა, არც მე ვარ ძალიან მოყვარული წიგნების კითხვით, მაგრამ რაც დავიწყე ყოველთვის ინტერესი შევედი, რომ იქ ვიყავი. ხო, იმ სამყაროში ვიყავი, სადაც დავტრიალებდი და ამას ურჩევ რა ბავშვებს, რომ ნაკლები ითამაშეთ ამ ტელეფონებით, რა გთხოვთ. ბავშვებთან გაერთეთ, გარეთ ითამაშეთ, ირბინეთ, რამე გააკეთეთ. ოღონდ რამე არ გააფუჭოთ. რაც ყველაზე მთავარია. ზომიერად გააფუჭოთ. ზომიერად გავაფუჭოთ რაღაცეები. ხო რა ეს ტელეფონი და ცოტა თანამედროვე რაღაცეები გვაბრკოლებს ადამიანებს, არა მხოლოდ ბავშვებს სიმართლე გითხრა, ჩვენს კი. ჩვენს კი. ძალიან ბევრ რაღაცაში და ჩვენზეც მოქმედებს კიდევაც ეს ყველაფერი. ნუ გარემოზე, მაგრამ ნუ ამ სამყაროში აქეთ მივდივართ და ფიზიკურად ყველანაირად ანუ გვიწევს რომ ფეხი აუწყოთ, სხვა გზა არ არის. სხვა გზას აღარ გვიტოვებს უკვე. და შენც ხდები ამ ყველაფერს. უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენთვის სასარგებლოდ. უბრალოდ რაღაცეები რახან მარტივდება, ანუ ტელეფონთან ერთად მარტო ის არ არის, ანუ შენ უნდა ებრძოლო მაგას, რომ იმან არ შეგითრიოს, თავის მოედანზე კი არ გათამაშოს, ეს ყველაფერი გამოიყენო შენ სასიკეთოდ. ხო, აი ეგ არის ზუსტად. აი მაგას ვერ ვჩნევთ ადამიანები და ისე გვითრევს ხოლმე შიგნით, რომ აი შეთრეული ვყავართ კარგი ხანდა. შეიძლება ტელეფონი უბრალოდ ბლოკი ახსნა და ნახევარი საათი ისე გავიდეს, რომ გონში ვერ ჩავარდე, ხო? და ამ დროს ესე პროსტა რა დაждე, თითქოს არ გადის ხოლმე დრო, როცა გინდა მაშინ. ეგრეა ძმა. მაგიტო არის ჩვენი დრო დაგვიმოკლა რაღაცა ცხოვრების რა. და აი გამოიწვია გაჭედება. ხო, აი მაგით ვიმოკლებთ ზუსტად ჩვენ თვითონ, ჩვენივე ცხოვრებას. აუ მე არ მიყვარს ხოლმე რომ დავფიქრე, აუ რამდენი რაღაცა შემიძლია გამეკეთებინა. სად იყავი? პროდუქტიულად რაღაცები გამეკეთებინა, მაგრამ ვიყავი ჩათრე. ვითომთან რა არის, იცი? ყველას ცოტა ასაკიანებსაც რო კითხო. ის არის მიზეზი, რომ მე იქ ინფორმაციას ვნახულობ კაცო და საინტერესო რაღაცებს ვიძებ და რაღაცა. ხოხტები, ანუ, მაგრამ
არ არის რა. არ არის ეგრე, არა. მაგით თავს მიმართლებთ უბრალოდ. თავს მიმართლებთ, ხო, ჩვენ ეხლა მეც რო დავიჭირო და მითხრას აი თუნდაც ჩემმა მეუღლემ რომ აი რასაკეთება მოყავი თავი მაგდენ ხანი რა გინდა მეც იგივე ვეტყვი ალბათ, ხო? აი რაღაცას უნდა დაუდგა რაღაცა, მაცადე. მუსიკას ვარჩევ რაღაცა. აი ეგეთი რაღაცები ჩვენც ვიმართლებთ ხოლმე თავს, სიმართლე გითხრა მაგით. თან მე ბიჭო ეს AI რო შემოვიდა, ვაფშე ვეღარ არჩევს ხალხი რა არის რეალობა და რა დადგმული და გაკეთებული. მე ვიყენებ ხოლმე იმაში, ხო იცი, კავერება და AI-ს. არა რო აცეკვეს, ხო იცი, მუროს ტექნიკში ჩემი გამომიგდო და თან აზიარებდნენ, შენ გენაცვალე ბებო და რაღაცები, აი ის ადამიანები ხო აი მე ხა ცუდად არ გამიგო, მაგრამ მეწოდებიან, იმიტომ რომ ტყუილში აცხოვრებს ის AI-ია თუ რაც არის, მაგ იმას მართლა გონია რომ იმანის გააკეთა და მე ის ჯერა რატო თორე კაი ეგ მასია ზოგადად აი რა ვიცი მედია რო შემოვიდა პირველი და ზოგადად მეფეს რო ყავდათ მეფია ხო წერლა მაქიდან მოდის ეგ რო ხალხი ყოველთვის ტყუილში უნდა ცხოვრობდეს რა და რაღაცების გარჩევა არის ის მე ახალი თაობა სწავლობს ამის გარჩევას მე ზევიდან ახალი რაღაცა ინერგება ცვლილება რომ იმას დაავიწყდეს და ტყუილში ცხოვრობს და მე ეს ყოველთვის ჩვენს მაგვიწევს ანუ ტყუილში ცხოვრება ესე ხო ეხლა ჩვენ ჯერჯერობით ვარჩევთ რა არის AI-ის და რა არ არის ზოგჯერ სხვათა შორის ძალიან ჭირს კიდევაც და უკვე ნამდვილ ვიდეოსაც ვეღარ ენდობი რა ვამტკიცებ ხოლმე რომ ეს AI-ია შეხედეთ რას აკეთებს უკან გახედეთ აღარ მინდა რა შენ ანუ ვიღაცამ ძალიან მაგარი რაღაცა რო ქნას აი არ შეიძლება მაგაზინს თქვა აი ეგ დრო მოვა ზუსტად რომ ვერ გაარჩევს ადამიანი და მაგარ ტეხილს გიცეკვეს ის კაცი და მე გეტყვის იქ AI იცეკვე შენო. ო, არ არის გამორიცხული. მაგისთვის მე ლაივ კონცერტები. მაგრამ მაგაც შეიძლება რაღაცა ნახე. ჩვენს ჩამორჩევით მაგ ტენდენციას, ეგ უწყვეტი ჯაჭვი არის, რომელიც გრძელდება. მაგრამ ეხლა თქვენ ეკრანებთან ვინც ხართ, უყურებთ კარგ კონტენტს. ძალიან. იცნობთ ახალგაზრდებს, ქორეოგრაფებს, მოცეკვავებს, მანე მომღერლებსაც და ასე შემდეგ ნელ-ნელა ეტაპობრივად გამოვითარებთ წინ წავალთ აუცილებლად სხვადასხვა სახის კონტენტსაც შემოგთავაზებთ არა მხოლოდ პოდკასტის სტილი და გვადევნებთ თვალყური ბევრი კაი რაღაცა იქნება მე როგორც ერთ-ერთი მაყურებელი თქვენს გვერდით ვარ ყოველთვის შემოწმაო კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ხარი დაუჭიროთ თუნდაც ერთი კომენტარი ჩემი აზრით ამ მაგარი კაცისთვის ძალიან დიდი мотиваცია იქნება ეს. აი გამოსცენ, გამოიწერეთ. გამოიწერეთ აუცილებლად, კი. იმსახურებ, რო არ იმსახურებდე ვიტყოდი რომ აი გამოიწეროთ. არა, თუ მინდა რომ აქამდე თუ უყურე. აქამდე თუ უყურე უნდა გამოიწერო. აქამდე რო არ გენახა, ხო არ მithქვი არაფერი. ბოლოში. ჰა? ეს თავიდან ჩავს. ხო და მანდ არის აქამდე თუ არ მოგწინდა და უყურებ არ ტყირა გამოწერა. აუ ეგ მეც მაინტერესებს ისე პროსტა წეგან აღარ კითხე. აი სტილურად ხო, ჩაცმის სტილი რაღაცა ქუდი იგივე და რაღაცა ეს ცოტა მოშობილი დასაცმელი. ეს ქუდი? ხო. ხო, ეს ქუდი სიმართლე გითხრა, ბევრი ფიქრობს, იმიტომ ახურავს, რომ აი მუროს ახურავს და მუროს პონჩი მეც მიბაძე და აი ხა პირველად ვიტყვი ეს ეთერში და თქვენთან ერთად, რომ მაგას ვერ დავაკავშირებ თავიდან დასაწყისში ვაღიარებ, რომ მაგის გამო დავიხურე ძმაო, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე საკუთარი მიზეზები გამიჩნდა რაღაცა რის გამოც დავიწყე ამ ქუდის ტარება, როდესაც დარბაზში დავიხურავდი ხოლმე და აი როგორ აგიხსნა, წინა სივრცეს ვერ ვხედავ. აი ჩემს წინ რო დგას სიტყვაზე თავს რო დავხრე, ვერ ვხედავ რა ის როგორ მოძრაობს, ეს როგორ მოძრაობს, ან ჩემ გორზე მდგომი როგორ მოძრაობს და ჩვენ ხშირად გვაქვს თავისუფალი მოძრაობები, სადაც მოძრაობ ისე როგორც შენ გინდა რეალურად ან მუსიკა გეუბნება. რას გადმოგცემს. მოიცა, ამას იყენებ მუზარადივით ესე ჩამოიფარებ, იმიტომ რომ ირგვლივ ხელსერხადო შენ გარემოში იყო? ჩემი პირადი სივრცე შევიქმნა, სადაც მხოლოდ მე და ჩემი საკუთარი შინაგანი სამყარო ვრჩებით მხოლოდ და აი ვცდილობ რომ რაღაცა ჩემებური გავაკეთო ზუსტად მაშინ. აი ამ ყველაფერში მეხმარება ეს დავოცული. არ უბაძავ მუროს მაო, არა. ამ ხრივ არ უბაძავ. რაც შეეხება ჩაცმულობასაც. ჩაცმულობა ბავშვობიდანვე მხიბლავდა და მომწონდა ფართო სტილის, იმიტომ რომ ბევრად უფრო კომფორტულად უგზნობ თავს. და აი ცეკვის დროს თუნდაც მე სადმე რომ მოხვდებოდით ამხანაგები ბავშვები, აი მომკალი და ცოტა მოჭერილი შავლით ვერ ვშლიდი გემრიელად ფეხს და აქედან გამომდინარე ბავშვობიდანვე ამას შევეჩვი. ხო, მაგრამ ეს ხელზე მომდგარსაც სხვა სტილი აქვს საერთოდ. კი.
მაგრამ ჩემში რატომღაც მგონია რომ ვერ ჩავიცი, რა აი კომფორტულად ვერ ვიქნები და ვერ ვიცეკვი. აი ეხლა მე მაგალითად გეტყვი რომ ეხლა ხან ერთი თვის უკან ვიყავი ქორწილში, ჩემი ძალიან ახლო ადამიანის და იმის გამო ვერ გავედი და ვერ ვიცეკვე რომ აი ეს არ მქონდა. გჯერა? ო, მე რეკ ცუდი არ არის? არა, გავედი და რაღაცა 1-2 გავაკეთე, მაგრამ ვერ ვისიამოვნე რა. იმ დონეზე ვარ უკვე ხო და ეგ ყველაფერს კარგი ჩანს იმას რა ქვია რომ დამოკიდებული არ ხდები მე უკვე ისედაც მაგ იმაზე რომ თუ დაფარული არ გაქვს არეალი იცი რა არის ისედაც ვიცეკვებ განა ის არის რომ აი ვაფშე ვერ ვიცეკვებ რაღაც მაგრამ მე რომ მინდა ისე ვერ ვისიამოვნებ რა მაინც აი სადაც მე მინდა იქ რომ თვალს ვერ დავხუჭავ და ჩემს კაი არა უშავს აღარ დამშვიდობას გავაკეთეთ ახლა და იმ კამერაში თოსო ხო ამას დავასრულებ მაშინ ახლა უცებ და დავამშვიდობ რა მკითხე აი თვალებს მომგლებს ჰა? ხო, გამოგვეპრანჭე. გავსვათ ისევ თავის კომფორტის ზონაში. ისევ ხო, მაგას ვფიქრობდი თავიდან, მეთქი მოვიხსნა, არ მოვიხსნა, მაგრამ მე ისევ თქვენ გამო რომ რამე სხვანაირად არ გამომივიდეს, თორე თავიდან ესე ვიждებოდი ზღობასიც. კარგი, მაშინ დავიხურავ და თან მასე ვისაუბრებ ამ ქუდზე. მოკლედ, აი ესე რომ დავიხურავ ჩემო ძმაო და აი ეხა მე მაგალითად შენ გხედავ, ოღონდ შენ სახეს ვერ ვხედავ. ხვდები? მე აქ შენს მოძრაობას ვხედავ, მაგრამ შენს ემოციას ვერ ვხედავ. ხვდები? და როდესაც შენ მოძრავ, მე არ მჭირდება შენი სახე დავინახო, იმიტომ რომ შენივე მოძრაობაში ვხვდები, შენივე ემოცია. როგორ გააქტიურდა დაგვეფარებით აქ? აი თავის ადვიყავით, ხო? ხო და აი ამ ყველაფერს ხვდები რა, ანუ ხვდები გინდა არ გინდა და გრძნობ იმ ემოციას, რასაც ადამიანი შენსკენ უშვებს, თუნდაც თვალებში შეხედვის გარეშე და თან მე კომფორტულად ვარ უფრო სიმართლე გითხრა. კი ვიცეკვებ ამის გარეშეც ეგეც არ არის პრობლემა, მაგრამ უფრო კომფორტულად მაინც ამაში ვგრძნობ თავს. თან მე როდესაც სცენაზე გავდივარ, იქ მაინც ჯინჯილით გავდივარ, რაღაცა მახურავს. იქაც ჩემს სივრცეში ვარ, იქაც რაღაცა ჩემებური რაღაცეები მაქვს და აი მართალია ფაფახსაც რო ჩამოიფარებს რა წინ და ისა უფრო კომფორტულია. უკვე ჩემ იმაში ვარ რა, იმ ფაფახის იქით კი ვხედავ მოძრაობას, კი ვხედავ ვინსად მოძრაობს, მაგრამ მაინც ჩემებურ სამყაროში ვარ ესე რომ ვთქვა რა. ბევრად უფრო აქცევ მე შენს ემოციას და შენს ხეულს რა რეალურად. არ გაინტერესებს ვინ რას მოძრაობს, ეხლა რაღაც მომენტში აიხედები და გახედავ ხო ყველაფერი კარგადაა რომ შენს გააგრძელო, მაგრამ მაინც შენ სამყაროში ხარ სადღაც გადაკარგული და აი ეგ არის ყველაზე მაგარი გზნობა ჩემთვის და მადლობა ღმერთს რომ ამ ყველაფერს დღესდღეობით უგრძნობ და იმედია კიდე დიდხანს ვიგრძნობ რა ამ ყველაფერს. აუცილებლად. კაი, ძალიან დიდი მადლობა. ხარ შეგვიჭერ. გაიხარე ძმაო. ჩვენთან რო ხარ, პირიქით მადლობა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. კარგი პიროვნება ხარ. თქვენ კიდე მოგმართოთ ხმათმოძრავ საზოგადოებაო. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ალაიქეთ, მოიწონეთ კომენტარი დაწერეთ და კიდე უფრო და უფრო მეტ ადამიანს გაგაცნობთ, მოვიწვევთ და გავაცნობთ ფართო მასშტაბებს და საზოგადოებას. და კიდე ბევრ პროექტს განვახორციელებთ ერთობით, ერთად და ძლიერად. სასპონსორო შეთავაზებებს რაც შეეხება, ჩვენ გახსნილები ვართ, ღიები ვართ. მადლობა ქორეოგრაფთა კავშირს, მადლობა ფაფანაკს და კარგად იყავით ყველა. მადლობა შენ, ჩემო ძმაო, ამ ყველაფერს. მადლობა სტუმრებს და მადლობა ხალხს. გაიხარე.